ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 3. ნივთიერმა წერტილმა A წერტილიდან 1 მეტრ/წამს სიჩქარე დაიწყო თანაბარი მოძრაობა ABC ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდების გასწვრივ, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, ჩავწეროთ ესე იგი რა გვაქვს მოცემული. სიჩქარე ამ ნივთიერი წერტილის რომელმაც A წერტილიდან დაიწყო მოძრაობა V უდრის 1 მეტრ/წამს. ეს ABC სამკუთხედი ტოლგვერდაა, შესაბამისად AB უდრის BC-ს და უდრის AC-ს. შემდეგ წვეროებთან დამუხრუჭების და შემდგომი აჩქარების დრო ძალიან მცირეა და შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ და რამდენჯერ მეტია ნივთიერი წერტილის მიერ ერთ წამში გავლილი მანძილი ამავე დროში გადაადგილების მოდულზე თუ სამკუთხედის გვერდის სიგრძე 20 სანტიმეტრია, ესე იგი ეს არის 20 სანტიმეტრი. და T უდრის 1 წამს. გვეკითხებიან ჩვენ რას გვეკითხებიან ესე იგი? გვეკითხებიან გავლილი მანძილის შეფარდებას გადაადგილების მოდულთან. კარგით, ესე იგი ეს თითოეული გვერდი არის 20 სანტიმეტრი. ესეც და ესეც. ხლა, სიჩქარე უდრის 1 მეტრ/წამს, რას გვეუბნება ეს ჩანაწერი, რომ სხეულმა 1 მეტრი გაიარა 1 წამში. მაგას გულისხმობს ეს ჩანაწერი, ხო? 1 მეტრი თუ გაიარა და აქ იყო თავიდან დაწყის მომენტში 20 სანტიმეტრი გაუვლია 40, 60, 80 და 100 სანტიმეტრი. ანუ 100 სანტიმეტრი რო გაიარა, მოვიდა აი C წერტილში 1 მეტრი რო გაიარა. კი ბატონო, ესე იგი S უდრის 1 მეტრს 100 სანტიმეტრს იგივე და გადაადგილების ბარაღა იქნება. გადაადგილება იქნება ის მიმართული მონაკვეთი, რომელიც საწყის მდებარეობას საბოლოოსთან აერთებს. აი, საუბარია აი ამ ვექტორზე, ხო? რომლის სიგრძე 20 სანტიმეტრი არის. კი ბატონო, 20 სანტიმეტრი არის. ესე იგი რა გამოგდის ჩვენ? S-ის მოდული 20 სანტიმეტრია, ესე იგი 0.2 მეტრი, ხო? სხვა სიტყვებით რო ვთქვა. და აქედან ახლა უბრალოდ რასაც ვიკითხებიან, ვიპოვოთ, ხო? ესე იგი ჩვენ გამოგდის, რომ გავლილი მანძილის შეფარდება გადაადგილების მოდულთან ტოლი ყოფილა 1 მეტრი გაყოფილი 0.2 მეტრზე, რაც არის 5. შესაბამისად 5 ჯერ მეტი ყოფილა გავლილი მანძილი გადაადგილების მოდულთან. ეს არის პასუხი G.